მოგესალმებით მეგობრებო. გაინტერესებს რა გელოდება მომავალში, მაშინ თქვი შენი სახელი. და ვნახოთ რა გელოდება. უფ, რა არეული ხარ, რა დარდით დგეხარ. მაგრამ ვხედავ, ფული გიჩანს, სიხაროლები გაქვს ჩემო კარგო. ახალგაზრდა ბიჭი და რაღაცა დიდი სიხაროლით ამოგივიდა. შენ ამოგივიდა ხანში შესული მამაკაცი. უფროსია, მეუღლეა, ვინ არის? აი ამ დარდით, ჩემო კარგო, მომავალში თითქოს რაღაცა სიხაროლები გელოდება ამ მამაკაციდან. ახალგაზრდა გოგო დიდი სიყვარულით გიდგება სიხარolით. ფულიც გიჩანს, მაგრამ ბოლოს ისევ დარდი და ჯავრით რჩები. რატო იცი ჩემო კარგო, შეიძლება აქ მიზეზი ყოველთვის ფული იყოს და ბოლოს ჯავრი. რაც გინდა გააკეთო, რაც გინდა სიხარულები კონდეს, მაინც ბოლოს, მაინც ფული გაქვს ჯავრში და ჯავრში. ისე სიტუაციას თუ ფიქრობ, როგორ იქნება სიტუაცია, აუცილებლად გამოგისწორდება. ნახოთ კიდე რა გიჩანს. ეს მომავალში ყურადღება მიაქციე თანხას. იმიტომ რომ ყოველთვის თანხაზე გაქვს პრობლემა, ჩემო კარგო. სადამ გავაგრძელებ, აუცილებლად მიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეს. რა გამშვიდებს? ამ დღეებში, ჩემო კარგო, მზად იყავი, აუცილებლად ძალიან დიდი წარმატება გელოდება. რაღაცა საქმეს გაარტყავ, აუცილებლად რაღაცა საქმეს მოაგვარებ. კიდე რა გელოდება, ნახოთ მოკლე ხანში. ეს პერიოდი ცოტა პრობლემებს გადიხარ, გაპუსტავებული დგეხარ, ჯავრით დგეხარ, ძალიან რაღაცაზე გული გწყდება, ჯავრობ, მაგრამ გეუნები, ხელში რაღაცა ფულს იგდებ. დამით წყნარდები უფრო და უფრო. ამჟამად შეხვედრები გიჩანს, დიდი სიხარულები გელოდება, გზიდან იცოდე, ვიღაცა ქალბატონი ამოგივიდა, რაღაცა საქმეთ მოგვარებით, ან რაღაცას წარმატებით. ახალგაზრდა უცოლშვილო პიროვნება, შეიძლება წლევანებით ცოტა დიდი ბიჭი იყოს, რაღაცა გულის გატეხით, რაღაცა გულის ტკივილით და დარდით ამოგივიდა. ამას მიაქციეთ ყურადღება, მეგობრებო. შენ ადგილის ცვლილებები გელოდება, ჩემო კარგო, ლაპარაკი და რაღაცა კაზიონის სახლი გიჩანს. შეიძლება ადგილი შეიცვალო, შეიძლება რაღაცა ცვლილებები კონდეს, სხვადასხვა ცუდი კარტი არა გაქვს. ნახოთ ერთიც კიდე რა გელოდება. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, ძვირფასო მეგობრებო, მითითებულ ნომერზე დამირეკეთ 557 64 3881. არის სხვა ისინი YouTube-ები ღია, TikTok-ები, რომელიც ჩემს საიტს ხმარობენ, ჩემს სახელზე ხსნიან და ამას მიაქციეთ კიდე ყურადღება. რა და გამშვიდებს? ამ დღეებში ჯავრის მეტი არაფერი არ გამშვიდებს. ნუ ჯავრობ, დაანები ამ ჯავს თავი. უფრო წინ გაიხედე, რა გააკეთო ისი ფიქრე, ისი არ გააკეთო, რომ ბოლოს ისევ ჯავრში დარჩე. ამჟამად ვისაც ვხედავ კრუგში, ყველა პრობლემიანი არის, დარდიანია, საეჭოთ ნერვიულობა ამოგდის ვიღაცა მამაკაცზე. ეს მამაკაცი შეიძლება იყოს შავგვრემანი, ფორმიანი, ცოტა არეულობა და ნერვიულობა უჩანს ამ პიროვნებას. განცდებია ძალიან დიდი. შენ ისევ და ისევ ფული გამშვიდებს, ჩემო კარგო, უფულოთ არ იქნები, გექნება ფული, მაგრამ შენ სურვილებში ჯერჯერობით ჯავრით დგეხარ. თუ პირადი კონსულტაცია გნებავს, მომართეთ მითითებულ ნომერზე. ნახვამდის.